რეალურად ვირბინე, ნახევარ მარათონი, ანუ 10 კილომეტრი თუ დავნებდი გზაში. ეგ არის ამ ვიდეოს მთავარი თემა. და რა გადამხდა თავს ფოტოში. ეხლა მივიდივართ ფოტოში და ვარჩევთ საკვებს. ეხლა მივიდივართ ბანანი ვიყიდეთ. მე ძალიან მშია. საით მეგობრებო, საით. აუ გავხსნათ. ტიკეტი. Yo. იპოვე ტიკეტი. ტიკეტი ვერ ვიპოვე. პრემიერის მერე. პირდაპირ წამოვედის მატარებლის და მივდივართ ხოთში. ხოთში. მარგალურ ქვეშ ქონა? მეგრული ესე მეთქი? ბუჭორეკ. როგორ ხარ? სიმიორკ. სიმიორკ ის ის? მასიმიორკ. მე შენ მიყვარ ხარ. ხეთს უხდები, მწვანე რო გაცვია. გესმის? მწვანე რო გაცვია, ხეთს უხდები. ნაპატივია. ეხლა უნდა და ფოტოში რომ მივდივარ. და ახლა უთხრა. რა საერთოდ შევ. აჰა, გახედე. ვაიმე რიონი, ვაიმე. ქუთაისთან ახლოს ვარ და ჰაერი უნდა შავისუფლო. ძალიან უკვე დაცარიალდა მატარებელი თითქმის. დაღამდა. ვაი? ვაი მე ძალიან წვიმს ხო? ჩამოვედით. რომელიღაც ქუჩაში ვართ აზერბაიჯანთან. ანუ ხალხო არ ვიცი, გავგიჟდე. ძეს ყოლისუფრთან მართლა რომელი საათი, ანუ მართლა აჩვენებს. პირველის 10 წუთია და ანუ ასეთი სუფრა გაგვიწყოს. რა თავადია ხო იციან? დამაფასე, ხო? ეს სადავა. ახლა არის რომელი საათია? 2:08 წუთია და რამდენ ხანში მივდივართ? დილის 8-ზე უნდა. არა 7. ანუ 7-ზე ვიღვეწებთ. 9-საც ხო იქნება. ხო. ავიღოთ ფორმები. სტაბილოსფერია თან, უკვე ვიცი. და მე ვირბისოთ. ხო. არ ვიცი თუ ვერბენთ, მაგრამ კაი ჯობია დავიძინოთ. ხო, ჯობია. თან იმდენი ვჭამებიო. ხაჭაპური ხარჩო. პირველის ნახევარზე რომ აღარ შეჭა. არ ვიცი ხარ ანედობია რომ ყოფრიცირებს. რა არ ვიცი. წვიმს. წვიმს ისე წვიმამო. ой, აღარ წვიმს. ოკეი. მივქრივართ 5 წუთი დაგვრჩა რომ ფორმები ავიღოთ. მაუნა როგორ ხარ? არა, გოგო, შორს ვარ. ხო გითხარი. ძალიან შორს ვარ. აი მოვასწარით 1 წუთი დაგვიანე და ფორმები მოგცეს. 216 მე ვარ? ვაუ, მე ვარ. 217. აუ, მე რომ ვერ ვიღებ ისტორია ჯამამეც. არა, უშოს. მოვედით ხალხო წავენერი ვარ. კიდევ ერთხელ მოგიწოდეთ და შეგახსენეთ უკაცრავად 21-დან 10 კილომეტრიანი გარბენის დაიწყო თუ არა? აი, იმდენად სწრაფები იყვნენ ტიპები, ისე სწრაფად გავარდნენ, მე გავიხედე რა უკან უკვე ხალხი აღარ რჩებოდა და ძალიან რაღაცნაირი გზნობა იყო ჩემთვის. აი,
რო წარმოიდგინოთ აი თევზები რო არიან რაღაცა წყალში და აი ყველამ რო უცებ გაცუროს და რაღაცა პატარა ლიფსიტა რო ძლივს მიღოღავს და დამელოდეთ. აი ეგეთი პატარა ლიფსიტა ვიყავი მართლა. 4 კილომეტრი ვირბინე ძალიან ცუდად ვარ. ძალიან ცუდად ვარ კარგად. ძალიან კარგად ვარ. უბრალოდ ნელად არ ვიყავი, იმიტომ რომ ვიღლავი მარტივად ძალიან. მაგრამ უკვე წასულია სადარ არ ვიცი. პატარა კაცუნები რო ყავს ტვინში და რო გეუბნებიან რომ არა ეხლა უნდა გაჩერდე გული წაგივა და რაღაც აი მაგას უნდა მოერიო. ეგ არის შემთხვევის მთელი სირბილის მუღამი რომ ეგ პატარა კაცუნები დავამარცხო. ან ქალი, პატარა ქალი. რა მნიშვნელობა აქვს მოკლედ რაღაც არსება რა. ხმა უფრო. ყველამ რომ გამასრო და რაღაც მარტო დავრბოდი ამ ხელა სივრცეში, უცნაური გრძნობა იყო და უცებ მესმის ვიღაც კაცის ხმაა და მე ოღონდ მართლა ადამიანი იყო. ეგ ჩემი ხმა იყო. ვიღაც კაცის ხმა მესმის რომ ხო არ დაიღალეო და გამოვიხედა და ჩემზე აშკარად ძალიან უფროსი ადამიანი იყო და მეუბნება რომ არ დანებდა იცოდეო, გააგრძელი სირბილიო და ბოდიში ხა ტრანსპორტი არ მყავს, თორე წაგიყვანდი მე თვითონ. 5 კილომეტრი ვიბინე. ანუ რო გამხნავი და რაღაც ვაფშე სხვა მუღამი. გული მე რა ვახალ. მართლა გული მე რა. კაი არ ვშოს. გესმენთ ეგრე შევხნან მეს. ნახევარი ისე იგივე ხსა უნდა გავიარო და აუ ხო იმისას 5 კილომეტრიან ხასთან მივედი რომ შემოუბრუნებულიყავი და იქ მოხალისეები დამხვდნენ აი მაგ დროს როცა გავჩერდი წყალი რო დამელია აი გეფსებით ცოტაც და გული წამივიდოდა აი სასწრაფოს ვეძებდი უცებ რომ აი მეთქი რო რამე და მოხდეს აი ვინას მიზავს და იქ ხალხს ვეუბნები რომ გული მინდის ხალხო ვტები გაჩერდით და ისინი მეუბნებიან მინდი ბოლომდე ნუ გეშინია შენ ეს შეგიძლია და რა ნუ მეშინია მოვკვდი კინაღა თუმცა შემეძლით უბრალოდ ძალიან დრამატული ვარ სანამ დავდივარ ჩქარა აი ესეთია აქავრობა წამდავიღალე მაგრამ რაღაც გითხართ გონი მე ვაფშე ბოლო მოვდიო წეგან ეს მომხალისემ ჩემზე გითხრა ეს ბოლო გოგოახაო და მე good luck მითხრა ნუ ცხონი მეგონა time 50 minutes ბოლო რამდენიმე კილომეტრის გარბენა იყო ყველაზე საზაცილო რა იმიტომ რომ უცებ გავიაზრე რომ უი მე ვარ ბოლო ანუ ბოლო მივდიოდი და ყველა რომ მე ვიცდი და მოგავ მაგაში არა შეიძლება ბოლო მოდიოდი მაგრამ მაინც აგისალებდე და არ უყურებდი იმას რომ შეიძლება ყველაზე ბოლო მიაღწია მიზანს მაგრამ მიზანი რო გაქვს მაინც აკეთებ და ეხლა მაგას მკიცებ ჩემს თავს ნუ უმკიცებ რა ისაც ვიცი მაგრამ არ ვიცი აი ხა დავუმკიცებ ჩემ ბოლოს წინა ვინც არის ეგ ჩემს წინ მიბის ცოტა შორს არის 30% მჯეროდა რომ იყო იმის შანსი რომ გამერბინა აი რაღაცნაირად დარწმუნებულიყავი რომ ვერ გავერბენდი მოვიქეთ კი არა და ვერბინეთ არ ჯერა ყაჩა ბოლო მოვედი ხა აი ბოლო მოვედი აი დამაგრაიბინ აი ის კანა თავი როგორ მოხდა თავი მოხლე ანუ თავი ეგ არის გული მე როდესაც შეშმარ ეს შედალიერა ცოტა დალიერა შევძელი და აი მაგის გააზრება იყო ყველაზე სიგიჟერა ესე იგი მალვინა მოვიდა ბოლოდან მეოთხე მე მოვედი ბოლო და მაინც ხოვირბინეთ ანუ ამჯერა ხო ვარ ერთი მომენტი ორივეს გოგონა რომ სვა დამთავრდა. ნუ სხვადასხვა მეგონა რომ იქვე ჩავიკეცებოდი. ხო მეგონა რომ თან მე ბოლო რომ მოვდიოდი უკან მომყვება და კონტროლერიც ვიღაც და მეგონა რომ წამივიდოდა გული და წამიყვანდა. მე ბოლომდე რომ თან ის მოხნეობდა რომ ხალხი რო გიძახა მოხალისებ რომ და მე ბალანს წამე. აუ მე არა. რატოდან ენერგიას მეგონა რომ ვხდო. წყალი დავლე მარტო. ხო და ის შევძელით. აი და აქ რომ მოვდიოდით მით უმეტეს გულში მქონდა პრემიერა 6 საათი ვიმსავრთ 2-ზე დავიძინეთ 7-ზე გავიღვიძეთ გაწმდა მე დავაგვიანეთ რომ დავრეგისტრირდით 10 კილომეტრს მეგონა რომ პროსტა დავრეგისტრირდით და ბოლომდე არ ვირბენდით მაგრამ მე შეგვიძლია მე რატომ აი ისე მიეწყო ყველაფერი და ისე კარგად წავიდა ანუ ხო ძალიან ბევრი რამე დაგვემართა მაგრამ ყველაფერი მოგვარდა და მე ეგ რო გავეზრო დღეს ნეგავი მოხდა მაგრამ ყველაფერი მოგვარდა რაღაც ეგ ნიშანი იყო იმის რომ ამაზე ვირბენ ზუსტად და წვიმა სხვა შორის პრობლემა არ ყოფილა იმიტომ რომ იცი ზეში ვერ ვიყო იმიტომ რომ ანუ ის პატარა შეხედები რო გვეწევა ძალიან გრილდა და ბოლოს გამოაცხადა და ხო ველოდებით ლანას უბრალოდ აბატად ხეს ვიღაც არ ვიცი ანუ ბოლო არ ყოფილა არ ვიცი არა ბოლო ვიყავი გონი აი კიდე ხო ანუ არა უშის მე მეცნობა მაგრამ ცხოვრებაში ორივეს ყველაზე მაქსიმუმი გაგვირბენ 4 კილომეტრი და დღეს ახლა 4.5 მაგ ამას არა წერია ხო მომერხვა წერია ნახევარ მაგ
ამის მერე ალბათ თბილისის მარათონი წავალ. ხო, ახლა ნახევარ მარათონი გვაქვს არბენი. არა, ძონს იმიტომ ება დარბიან. ანუ სიკვდილის მერე მეგრულ ღომს და ხარჩოს. თაშხალა ჯგირდა. მუ? ხი? გიბლაზოჯუნთ. როგორ უნდა თქვა? ქუდობზოჯუნკ. ქუდობზოჯუ. ნთ. ქუდობზოჯუნთ. ეს არის ფოთის ცენტრალური ქუჩა. იერ კარტური. ეს. აუ ქუთაის რატომ აგონებს? მე მიყვარს ფოთი. უკაცრავად, რა სიტყვით ფოთის ცენტრალურ პარკზე? მე ძალიან მეძინებ. რა შუაში იყო? ხომაზია. კი, ისე ბულვარს ხარ გაგონებს ბათუმის, არა? მე ქუთაისს მაგონებ. ანუ ამის შიგნით ადრე იყო კაფეტერია. სამაგერია. იო. ზაფარი ხარ, შეიძლება პატარა ხარ. აი მე რა პატარა. ბრუნდების თბილისში, როგორ ხართ? მეძინებ. ძალიან მეძინებ. მეც მეძინება. მაგრამ თვითონ არ ეთყობა ეს. მაგრამ სამაგერად ანუ არ მჯერა რომ ეს მოხდა. და მალვინას ის იყო შემოთავაზება. და მადლობა ამისთვის. ყოველთვის კითხვი. კი, და მაგიტო თქვი. ყოველთვის თქვი. მომავით ქონა ჩემატუმა სხვა. გავირბინე დიახ ნახევარ მარათონი. იმედი მაქვს შენს გაიჩნდა სურვილი რომ ირბინო და თუ ამას დაიწყებ მაშინ წარმატებები და мотиваცია უამრავი ჩემგან და ყველაფერი შეგიძლია. აი მართლა ყველაფერი შეგიძლია. ეხლა იცით როგორ ვარ, თავდაჯერება ისე ამიმაღლა რომ ალბათ 42 კილომეტრიან მარათონს ვირბინე. არა ეკითხული. მადლობა რომ მიყურე. აბაჰო. ბაი. ფოთი